Garquia ზუსტად ის ადგილი, სადაც არასრულწლოვანთა ბანდის წევრები წლების განმავლობაში უსწორდებოდნენ მოქალაქეებს, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბანდის წევრებს ერთი კონსპირაციული შეხვედრის ადგილი არ ჰქონდათ, ისინი ირჩევდნენ მსხვერპლს და სწორედ ამის შემდგომ ნებისმიერ ლოკაციაზე ხდებოდა მოქალაქეებზე ძალადობა. პირველებმა გაარკვია, რომ ერთ-ერთი დაზარალებული არის 14 წლის მოზარდი, რომელსაც არასრულწლოვანთა ბანდის წევრები სწორედ დიღმის ცენტრალურ სკვერში უსწორდებიან და სწორედ ეს საქმის მასალები ახლა საგამოძიებო უწყების ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად, როგორც პირველებმა გავარკვიეთ და ადგილზე ვიყავით, ეს ადგილი არის რამდენიმე ათეული სათვალთვალო კამერით გარშემორტყმული, თუმცა ამის მიუხედავად სამართალდამცველებს არასრულწლოვანთა ბანდის წევრების ძალადობრივი ფაქტები ყურადღების მიღმა დარჩა. ჩვენ ასევე იმყოფებოდით იმ პოლიციის შენობასთან, რომელიც ძალიან ახლოს მდებარეობს იმ დანაშაულის ადგილას, რომელსაც საგამოძიებო უწყება ახლა საქმის მასალებში იუთითებს, თუმცა პოლიციელები ამბობენ, რომ ძალადობრივი ფაქტების შესახებ მათთან ინფორმაცია არ შესულა და შესაბამისად ვერ დაადგინეს გიგა ავალიანის მკვლელობამდე ვინ იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც წლების განმავლობაში დიღომში მოქალაქეებს ატერორებდნენ. არასრულწლოვნები რო უსწორდებოდნენ ადამიანებს თქვენი პოლიციიდან რამდენიმე მეტრში. პოლიციელები ამ დანაშაულს ვერ ხედავდნენ. გიგა ავალიანის მკვლელობა იყო საჭირო იმისთვის, რომ არასრულწლოვნები დაგეკავებინათ. ბატონო პოლიციელო, მიპასუხეთ, თქვენ ხო არ იძიებდით ამ საქმეს? ვერც ერთი ბრალდებული, რომელიც ამ საქმეში არის, ვერასდროს ვერ დაიდენტიფიცირეთ, სანამ გიგა ავალიანი არ მოკლეს. სკვერში რომ არასრულწლოვნები მოქალაქეებზე ძალადობდნენ, ინფორმაცია დიღმის პოლიციას არ ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. გიგა ავალიანის მკვლელობა იყო საჭირო, რომ არასრულწლოვნები დაგეკავებინათ, რომლებიც ბანდას მეთაურობდნენ და არასრულწლოვნებს სემდნენ. თქვენ არ ჰქონდათ საქმე პოლიციის განყოფილების წინ რომ მოქალაქეებს სემდნენ, არ იცოდით ამის შესახებ? თქვენი განყოფილების წინ არასრულწლოვნები რომ მოქალაქეებს სემდნენ, ჰქონდათ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით? ერთი საქმე მაინც შემოვიდა, რომელიც გამოიძიეთ არასრულწლოვანი ბანდის წევრების წინააღმდეგ. გიგა ავალიანის მკვლელობა იყო საჭირო იმისთვის, რომ არასრულწლოვნები დაეკავებინათ, რომლებიც დიღომში მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებოდნენ. ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სამივე ბრალდებულს გუშინ საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა, რომ მტკიცებულებები, რომელიც ამ საქმეში არსებობდა, ადასტურებდა მათ ბრალეულობას და სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ ვიდეოკამერების გარდა ამ საქმეში არსებობს დაზარალებული და ასევე მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ იმას, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები ჯგუფურ ძალადობას აორგანიზებდნენ და შემდგომ ამ ძალადობრივ ფაქტებს თავადვე მობილური ტელეფონით იღებდნენ. სწორედ ერთ-ერთი ბრალდებულის მობილურში აღმოჩენილი ძალადობრივი კადრების შემდგომ არის დაწყებული ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვანთა ბანდის წინააღმდეგ.